დავიწყებთ იმით, რომ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არ ხდება. პრემიერის გადადგომა, რომელიც იწევს მთელი კაბინეტის გადადგომას ავტომატურად და შემდგომ მთლიანად კაბინეტის დამტკიცებას. ეს ხდება იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომელიც დარეგულირებული არის კონსტიტუციით და ძირითადი კანონებით. კრიზისია, ბიუჯეტთან დაკავშირებული ამბები თუ სხვა. აქ თუ დაუჯერებთ ოფიციალურ ინფორმაციას, ყველაფერი იყო შესანიშნავად. გამარჯვებიდან, გამარჯვებისკენ მივდიოდით და პრემიერის ანგარიში, ღარიბაშვილის ანგარიში სწორედ ამაზე მეტყველებთ. და უცებ გადადგომა. თანაც გადადგომა ისეთი, რომ პრემიერმა არ დაუძახა ჟურნალისტებს, არ გამართა პრესკონფერენცია, ჩანაწერი გავცელდა და მე ძალიან გულდასმით უსმენდი და მე ორჯერ წავიკითხე. არავითარი ახსნა იმისა, რატო წავიდა, არ ყოფილა. მეორე დღესაც გახსოვთ პარლამენტში რომ ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, კი მაგრამ მიზეზი, ყველა მიზეზი ვერ თქვა, ერთი თქვა, ყოველთვის გამარჯვებული გამოვდიოდი ყოველთვის. და ახლაც ასე მოვიქეციო. ანუ რო დარჩენილიყო დამარცხდებოდა. რატო გავჩერდი ამაზე? იმიტომ რომ საზიანოა ქვეყნისთვის ამ ფორმით. ეს ინვესტორებს, ეს ჩვენს პარტნიორებს, მეგობარ სახელმწიფოებს ტრულად განწყობილებს რომ არაფერი თქვათ, უქმნის არამდგრადობის შეგრძნებას, არასტაბილურობის შეგრძნებას. რა ხდება? რა შინაგანი დაპირისპირებაა? ესმით. ეს სულია. მე კარგად მესმის, რომ კოალიცია ოცნებაში შიგნით შესანიშნავად იციან, რომ ნდობა და პოპულარობა ოცნებისა კატასტროფულად დაეცა ჩვენს ხალხში, ჩვენს საზოგადოებაში. იციან და ისიც ახსოვთ, რომ არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი. 10 თვეა დარჩენილი. ამიტომ ფიქრობენ ესეთი კოსმეტიკური ცვლილებებით, სხვას ვერ უწოდებ. იმიტომ რომ ხას უსვამ, ეს დავიდარება, ეს ცოდვილობა იმასთან შედარებით, რა მასშტაბის პრობლემებია ერისა და სახელმწიფოს წინაშე, რა დონის და მასშტაბის რეფორმებია განსახორციელებელი და ამ 3 წელიწადში კოალიცია ოცნებამ ერთი ნაბიჯი არ გადადგა მიმართულებით. ამ 3 წელიწადში იმას ასაბუთებდა მხოლოდ რომ მოირგეს და შეირგეს სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის და სხვების დატოვებული მანკიერი მართლობის სისტემა, სხვა არაფერი. და ამ ფონზე მე მესმის, რომ ეხლა იმედი აქვს, რომ ესეთი დადებითი იერის ქონე, სიმპათიური ადამიანი, როგორც არის კვირიკაშვილი, ეგება ამან აუწიოს რეიტინგი მთლიანობაში ოცნებას, მაგრამ სისტემა რჩება მანკიერი. ეს არის პატრონ-კლიენტელური სისტემა. მათთვის, გუნდისთვის, და ეს ივანიშვილის ბრალი არ არის. მათთვის არის, რომ უყურებენ როგორც პატრონს, ჩვენებურად რო თქვათ ხაზეინს და ეს იწვევს სისტემის პარალიზებას. ყველა ფიქრობს მხოლოდ იმაზე, ვაი თუ რამე გავაკეთე ისეთი, რომ საბოლოოდ არ მოეწონოს მას. ჯობი არაფერი არ გავაკეთო. ეს ყველა მიცის, მე ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მე ამას ვამბობ ღიად. აი ესეთი ვითარება, ასე რომ მე არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას გარდა იმისა, რომ არასწორი ფორმით. ხას გაუსმამ, შეეძლო სხვანაირად, მაგრამ ღარიბაშვილი ნაწყენი იყო. გამწარებული იყო, ეს ჩანდა. პარტიის თავმჯდომარეობიდანაც გადადგა. ხო, შეეძლოთ ერთად შეკრებილიყვნენ პრესკონფერენცია მოეწყოთ, ეთქვათ, რომ ახლა ირაკლი უფრო გჭირდება პარტიაში არჩევნების წინ და ასე შემდეგ. ეს ვერ გააკეთეს, არ გააკეთეს, რაღაცა მოხდა. გეტყვით, ამის უკან დგას ის, რომ ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში, 1 წლის წინათ, როცა ინფორმაცია ნეპოტიზმზე, რომელიც მოდიოდა ღარიბაშვილის ცოლის ნაცავებისაგან, გენერალი თამაზ თამაზაშვილი, გახსოვთ ზვიად ჯანყარაშვილი, იქ სხვები და მაშინ იყო რომ ინფორმაცია ისეთი მასშტაბი შეიძინა რომ მივიდა ივანიშვილის ყურებამდე და მან ჩაატარა ეს წმენდა. რამდენიმე ადამიანმა მაშინათვე დატოვა თანამდებობა.
ზვიად ჯანყარაშვილის საერთოდ გაქრა, მოგეხსენებათ, გიორგი ზედელაშვილი, რომელიც იყო პირველი მოადგილე და სოსის ხელმძღვანელი, ჩიკვილაძე, სხვები. საუბარია 10-ზე მეტ ადამიანზე უცებ. მერე ეს გაგრძელდა. მანამდე ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნა გვახსოვს. მოადგილედ, მინისტრის მოადგილედ, შავლეაშვილის მოადგილედ და ჩანდა, რომ ნოდარი ექვემდებარებოდა არა თავის მინისტრს, არა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, არამედ ჰქონდა საშუალება არ შეესრულებინა მათი დავალება თუ მიიჩნევდა არასწორად და მოეხსენებინა ივანიშვილისკენ. გახსოვთ ჯავახიშვილი როგორ აკრიტიკებდა თავის მინისტრს, როცა იყო მოადგილე. შემდეგ მინისტრი გახდა. მინისტრობის დროს ყველას გახსოვს ტელევიზიით აჩვენეს, გაზაფხულზე იყო ეს ამბავი, საყვედურის ტონით როგორ უთხრა ღარიბაშვილმა რაღაცა თანხების განკარგვაზე და როგორი პასუხი გასცა ჯავახიშვილმა პრემიერს. მაშინ უკვე ჩანდა და ბევრი ამბობდა, რომ აი ესეთი ფიტულივით ფიგურა გახდა ღარიბაშვილი. ჩიკაიძის ჩამოშორება, ჯერ კიდევ შაშან დეკემბერში აღიარა თამაზაშვილმა, გენერალმა თამაზაშვილმა, რომ ილია ჭავჭავაძის შემდეგ ამფერი ინტელექტუალი როგორიცაა ივანიშვილი არ ყოლია საქართველოს. ეს ყველაფერი ხდებოდა. ამას ერი და ბერი კარგად ხედავდა. და აი ბოლო დროს გუნდში ეს განწყობა, რომ თუ რაღაცა არ გავაკეთეთ. ჩვენს რეიტინგს და პოპულარობას აღარაფერი ეშველება და ხალხი იმდენად გამწარებულია, რომ მე ძალიან გაგვიჭირდება თუნდაც ადმინისტრაციული რესურსის და ფინანსების ჩაყრით არჩევნების მოგება, ამან განაპირობა ეს ამბავი. აბრალებდნენ იმას ღარიბაშვილს, რომ კომუნიკაცია არ ქონდა პარლამენტთან სწორი. აი ნახეთ, აი ამ კრიზისის ფონზე რესპუბლიკელები, რომელიც შევიდნენ პარლამენტში მხოლოდ იმის გამო, რომ ნება იყო ასეთი ივანიშვილისა, მარგველაშვილის პრეზიდენტთან არჩევისა არ იყოს. ბარიერსაც ვერ გადალახავდნენ, ყველამ ვიცით თვითონ იციან. იმიტომაც გახდნენ შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელები, რომ ეს იყო ივანიშვილის ნება. ახლა უკვე სულ სხვა წონა შეიძინეს. თუმცა ივანიშვილი ღიად აკრიტიკებს მათ, გახსოვთ მისი ფრაზა. რესპუბლიკელები ეხმარებიან, ემხრობიან ალასანიას და ვეღარც მალავენ ამას, აღარც მალავენ ამას, მაგრამ სამაგიეროდ ძალა აქვთ. პერკეტი აქვთ, მათ აქვთ საშუალება მოითხოვონ მეტი მინისტრი ყავდეთ ახლა კაბინეტში და შემდგომ სიებშიაც შესაბამისი ადგილების მოთხოვნა. იმიტომ რომ რო გადადგნენ თანამდებობიდან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, სკანდალი იქნება და უბედურება. ძალიან დიდი დარტყმა ოცნებისათვის. აი ეს პერკეტი გაუჩნდათ რესპუბლიკელებს. რატო ვთქვი ეს? უსუფაშვილმა გამოაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ კვირიკაშვილს უკეთესი კომუნიკაცია ექნება პარლამენტთან, ვიდრე ღარიბაშვილს. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, კარგის გარდა არაფერი ვიცი იმაზე, მიაქციეთ ყურადღება, რომ ზოგიერთი მინისტრისაგან გვარს არ დავასახელებ, მან არ დაუშვა არც ერთი საზიანო უპასუხისმგებლო განცხადება ადამიანმა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, არც დიპლომატიური საქმიანობისა, არც საგარეო ურთიერთობისა და უცებ გახდა მინისტრი, რა თქმა უნდა ივანიშვილის ნებით. მან არ დაუშვა ის, რომ არაფერი არ წამოსდა. უფრო მეტიც, როდესაც ატყდა სპეკულაციები რუსეთ-თურქეთთან დაკავშირებით, კვირიკაშვილმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება და მოუწოდა ყველა ჯურის პოლიტიკოს, რომ დაანებონ თავი სპეკულაციას იმ თემაზე, რომ ახლა გამწვავდა რუსეთის და თურქეთის ურთიერთობა და ასე ვთქვათ, როგორ ვიხეიროთ ჩვენ ამით. რაც ძალიან საზიანო იყო, რა თქმა უნდა, ეს სპეკულაციები. ეს კარგია. მე მომეწონა აგრეთვე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. იმაზე კი არ გადაიტანა ყურადღება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეს თურმე ისტორიული უდიდესი მიღწევა, რაც სისულელე იქნებოდა. არამედ აუხსნა ხალხს, რომ ეს სინამდვილეში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს, შეუძლია 6 თვეში ნახევარი დრო გაატაროს უცხოეთში, თავისი ფულის ხარჯზე, არც სამუშაოს უფლება არ ექნება, არც სწავლის უფლება, არავითარი სხვა შეღავათი, უბრალოდ უფრო ადვილად გადაადგილდება. აი მსგავსი მიდგომა საქმიანი, პატიოსანი, მისასალმებელია, ასე რომ მე ამ მხრივ საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი არ მაქვს, მაგრამ ხასვას ვამ, ვერც კვირიკაშვილი, ვერც სხვა ვინმე ბერუშველის ღრმად მანკიერი
მართლობის ღმერთმანკიერი სისტემის გამოსწორებას სამწუხაროდ.